Beni patriarkis გულწრფელობა ყველას და შევთხოვოთ ვიტავს რომ ის მადლით, ის ყავლობით, ის ლოცვა-კურთხევით მშვიდობა იყოს ჩვენს ქვეყანაში, მშვიდობა იყოს თითოეული ჩვენთაგანის ოჯახში, იყოს კეთილდღეობა და რაც ყველაზე მთავარი თითოეული ჩვენთაგანის გულში იყოს კეთილდღეობა და მშვიდობა. ჩვენ ჩამოვედით აქ რომ რაღაცა განვიხილოთ გარკვეული საკითხი რომელიც წამოიჭრა ეკლესიაში სამწუხაროდ იყო რაღაცა საჯარო ურთიერთმრავდებები და ამის განსახილავად ჩვენ ისიც შეიქმნა კომისია. ჩვენ შეძლების დაგვარად შევეცდებით რომ შევხვდეთ ყველა იმ მხარეს რომელიც წარმოდგენილი აი ამ რაღაცა გაუგებრობაში და შევეცადოთ გამოვიდანოთ ესეთი გადაწყვეტილება რომელიც დაამშვიდებს და აი ამ პრობლემას მოხსნის და რეალურად დაამთავრებს ამ პრობლემას. გესალმებით კიდევ ერთხელ ყველას და შევთხოვთ უფალს, შევთხოვთ ყოვლადღიურე დედაღვთისმშობელს, რომლის დადლის ეზოშიც ვიმყოფებით ჩვენ, რომ დედაღვთისმშობლის მადლით მოგვენიჭოს თითოეულ ჩვენთაგანს მშვიდობა და გონიერება, რომ გონიერად გამსაჯოთ ეს ჩვენი განსახილავი საკითხი. დიდი მადლობა ყველას და ეხლა თქო ჟურნალისტებს რომ დატოვონ ჩვენი დარბაზი და ჩვენ გავაგრძელოთ შენობა. არაფერი ჩვენთვის არ დაუშავებია და ვის რა პრობლემა აქვს ნამდვილად არ ვიცი. აი საპატრიარქო ჩამოსულები არიან რომ ადგილობრივი მოსახლეობის აზრი გაიგონ. და თქვენ თუ გაქვთ ჩემი აზრი გითხარ. ჩვენთვის რა არაფერი დაუშავებია. ჩემი აზრით კაცი კარგი კაცი არის, არაფერს არ აშავებს. არაფერს, კარგის მეტი არაფერი გაუგეთებია. სალამი კარგი იცის და სასულიერო პირისთვის შეუფერებლად იქცევა ესეთი პრეტენზიებია. თქვენ როგორ იტყვით? არაფერი არ განიგია არც მამა გრიგორზე და არც მაგას. ისე კი ვიცი რომ ერთი მეორეს რაღაც არა ჰქონდათ კაი განწყობა. აი ვისთან? აი მასთან კევაძესთან. ეს ვინ არის? უდლათ არის ეგეც ამგონი აქ. აქაური კაცი. სასულიერო პირზე ამბობ. სასულიერო პირზე. მე დანარჩენი არაფერი არ ვიცი. ვისთან რა აქ როგორ არის. რო არ მესაქმება არც ვერები. აი ეს მოსაკონათ აი იყო მეზობლები რომ დაიღუპა მოკებეჯელ მოსულა და თავისი აი კურთხევა ყველაფერი გავაკეთებია ზმანდა. არ ვიცი ეხლა გოჩახლა ჩემთვის ეხლა იმ წუთში მაგალითად რო თქვა და რაღაცას აი აფორიაქებს აკავრობას არ ვიცი. და აბა ვინ არიან ეს ხალხი რატო არის? ეგენი ჩემი მშობლები არიან, ჩემი მეზობლები არიან და ჩემი მეგობრები არიან და ნუ რა ვიცი ეხლა იქ რაღაცა აქტი თქობა რაღაცეები და ვირა აი საერთოდ მადლობა როდესაც გორდიას უნდა გაიხსნას
რა უთხარით სოფელთან მოიკვეთოს ეგუთხარით, აი ეგ. საერთოდ რა თქვა ამ ვაჟბატონმა სიყვარული სხვა ადამიანურად თქვა რომ ეგრეთი გვდელი არ გვაწყობს არც არავის ატყობს რეალურობას სიმართლის თქმელი ადამიანი აი გაგებული რა წმენა ქონეს ორ წმენა არ დავყარდი ქრისტიანები ვარ და წმენა არ დავყარდი აი ეგ არის საკითხი ჩვენი აზრი აინტერესებს რა ადრესა დუხი და ადუხო და გადუხოს ხალხი და ეს და მე მოეთქვი ახლა რაც თქვა სიმართლე თქვეს ეო სოფელშიო იაკობის სოფელში რომ სახელს ურჩხეს აი ეს არის ჩვენთვის ყველაზე ძნელი საზიზღრობა იმიტომ თქვენია ჩვენ რომ გაუპატიურებით მემხრებოდნენ დამდებენ მემხრები გაუპატიურებით მამა უგდელი რომ მაგას იტყვის იმას რა უნდა ეკლესია არ მომხდარა ესეთი რაღაცეები 65 წლისა ვარ მე რასაც ხელა ვხედავ ხო მაგის შეხვდნენ მოსახლეობას კითხეს ეს ყველაფერი და მოსახლეობამ გასაპასუხი ეხლა შეხვდებიან ეს მეუფე იაკობი შეხვდება კიდევ მეორე მხარე შეხვდება მამა გრიგოლ შეხვდება მამა გრიგოლის ხალხს და ყველაფერს გაარკვევენ და მოხდება გარკვევა ყველაფერსა და თუ დასაჯელი იქნება მამა გრიგოლი დაისჯება თუ ხალხი იქნება დასაჯელი ხალხი დაისჯება და ერთხელ და სამუდამოდ მე ადრეც აღნიშნე რომ უნდა მორჩეს ეს ყველაფერი იმიტომ რომ ძალიან ცუდია როცა სამღვდელოებას ებრძვის ასე გამოდის და ადრეც აღნიშნე და ეხლა ვიტყვი რომ ვარიანსი ცნობდა მთელი საქართველოს როგორც გოგებაშვილის სამშობლო გოგებაშვილის სოფელი მაგრამ აი ეხლა ვარიანსი უკვე იცნობს ხალხი რომ ჩვენ ვდევნით მღვდელს და ასე არ არის რომ მღვდელს ჩვენ არ ვდევნით არავის არ ვებრძვით და ამას ყველაფერს გააკეთებს კომისია